დღეს მქონდა სასწაულად საინტერესო გადაღება. სულ გამოვაჩინო. კარლო ბარბაქაძესთან ვიყავი. დიდი ხანია მასთან შეხვედრა მინდოდა და იმის გამო რომ ონლაინ ვერ ახერხებდა ბატონი კარლო, თავიდან მეგონა რომ გადავიფიქრებ საერთოდ და არ შევხვდები, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე რომ მე თვითონ მოვიფიქრო როგორ შევხვდე და გადაღება როგორ გავაკეთო და ნუ რაღაცა მოვიფიქრე. ხა ვიდეოს ხარისხი, რაკურსი და ასე შემდეგ სავარაუდოდ არ მოგეწონებათ, მაგრამ მაღალ ხმაზე დააყენეთ და უბრალოდ მოусმინეთ. რაზე ვლაპარაკობთ და იმაზე რომ ცუდი ვიდეოა, მან ყურადღება არ გაამახვილოთ. ვეცდები რომ შემდეგზე უფრო უკეთესად მოვახერხო კამერის არა ტელეფონით ვიღებ, ტელეფონის დაყენება. რატო მივედი ბატონ კარლოსთან? ადრე მე მყავდა სტუმარი, კიდე მეყოლება არაერთხელ, ბატონი ბადრი ქუთელია, ენათმეცნიერი, ლინგვისტი, რომელსაც დავუსვი ესეთი კითხვა, რომ რადგან აფხაზური ენა 1/3-დან შედგება ქართულისგან, 1/3 მეგრულისგან და 1/3 მადიღურ რაღაცისგან, შეიძლება თუ არა რომ ჩაითვალოს ქართველურ ენად. ქართველური ენების ჯგუფში შემოვიყვანოთ, ასე ვთქვათ. მაშინ ბატონ ბადრიმ ვერ გამცა ამაზე პასუხი. მაგრამ მიმითითა კარლო ბარბაქაძეზე, რომელიც Facebook-ზე აქვეყნებდა პოსტებს და ერთ-ერთი პოსტი იყო ამ თემაზე. გარდა კონკრეტულად ამ კითხვაზე პასუხის გაცემისა, ბატონი კარლო არის უაღრესად საინტერესო ადამიანი, აქვს აღმოჩენილი არ ვიცი, ალბათ გადამწყვეტი რამე თუ ენათმეცნიერებს საინტერესო მნიშვნელოვანი და ნამდვილი აღმოუჩენიათ აქამდე. არაფერი არ არის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაც ბატონ კარლომ აღმოაჩინა თავისი კვლევებით. ეს არის საერთოდ ენის ენის დაარსების თეორია. ბოდიშამ პაუზისთვის. ჯერ კიდე ნიკო მარს მე-20 საუკუნეში ჰქონდა ასეთი თეორია, თუმცა ბატონ კარლომაც მე-20 საუკუნეში გააკეთა ეს აღმოჩენა, უბრალოდ დღემდე ვერ შეაღწია იმ სრულიად კორუმპირებულ აკადემიურ სივრცეში, რომელმაც უნდა მოусმინოს და იწყოს ამ თემის განხილვა, ამ აღმოჩენის აღიარება, ან არ აღიარება, ან კი ის თქმა, ან არას, ან ასე შემდეგ. მაგრამ ესეც მე-20 საუკუნე იყო, ნიკო მარს ჰქონდა ენის ელემენტარული თეორია. და თვლიდა თვითონ რომ აღმოაჩინა ის 4 ელემენტარული მარცვალი, რომლიდანაც საერთოდ შეიქმნა მერე ენა, როგორც ასეთი ადამიანის სამეთყველო ინსტრუმენტი და მერე იმ ენისგან შეიქმნა ყველა ის ენები, რაც დღეს გვაქვს. მაგრამ თვითონ ნიკო მარმა ის მარცვლები, რომელიც თვლიდა, რომ აი ეს მარცვლები იყო ის პირველი 4 მარცვალი, რითაც ადამიანმა ენა აიდგა, ამაში შეცდა. ეს არ იყო ის ნამდვილი პირველი მარცვლები. და ზუსტად ეს პირველი ნამდვილი მარცვლები აქვს აღმოჩენილი ბატონ კარლო ბარბაქაძეს. ბატონი კარლო 3 მარცვალზე საუბრობს. და იქიდან გამომდინარე, რომ ეს ასე ვთქვათ, ჩაბეტონებული და ძალიან ჩარჩოებში მჯდომი მეცნიერული სივრცე არ უშვებს იმას, რომ ეს სიახლე რაღაცნაირად მიიღოს და იწყოს ამის განხილვა და ასე შემდეგ. ბატონ კარლოს მოუწია ბევრი რაღაცების მოძიება, რომ თავისი ეს თეორია გაემყარებინა. ხო, და ანუ ბოლო წერილი, რომელიც წამაკითხა მე ასევე, სადაც მიმართავს მეცნიერთა აკადემიას, რომ თუ შეიძლება რომ დაინიშნოს კომისია და ამ კომისიამ განიხილოს ამ ჩემი თეორიის
არსებობის ან არ არსებობის უფლება, მას უპასუხეს, რომ ძალიან ცოტა რადგანო ნიკო მარის ელემენტარული თეორია სამყარომ, ანუ მეცნიერთა სამყარომ უარყო, თან სტაბილურად უარყო. ანუ უარყვეს, იმიტომ არა, რომ რამე არასწორი იყო თვითონ ამ თეორიაში, რომელიც ამბობს, რომ არსებობს რაღაცა 2, 3, 4 პირველი მარცვალი, რომლითაც ადამიანმა ენა იდგა, არამედ იმის გამო, რომ ის არასწორი მარცვლები აარჩია, ამის გამო უარყო მეცნიერულ სამყარომ მისი თეორია და რადგანო მეცნიერულ სამყარომ ნიკო მარის თეორია უარყო, იმისთვის, რომ თქვენი თეორიის განხილვა დავიწყოთ ან არ დავიწყოთ, ეს საერთოდ რომ გადაწყდესო, ამას უფრო მეტი მასალა ჭირდებაო. ეს ასეთი ჩემი აზრით კულტურული უარი და ესეთი გასტუმრება იყო ბატონ კარლოსი. მაგრამ ბატონ კარლომ სამან უბიძგა, რომ მას ნიკო მარის გარდა, ანუ ეცადა, რომ სხვა ვინმეც აღმოეჩინა და აღმოაჩინა ოქსფორდის ძალიან ძლიერი და თავის დროზე პოპულარული ენათ მეცნიერი ინგლისელი ედვარდ ბარნეტ ტეილორ. შეგიძლიათ დაგუგლოთ, ან მე ამ ვიდეოს მას ვიკიპედიის ლინკს მივადებ, სადაც წაიკითხავთ, რომ ამ ადამიანსაც აქვს ზუსტად არა არსებობს სხვაობა, რაღაცა ცდომილება, მაგრამ ამ ადამიანმაც ოღონდ 1871 წელია, მე-19 საუკუნის ბოლო დეკადა და ეს ინგლისელიც ამბობს, რომ უნდა არსებობდეს ის ელემენტარული მარცვლები, რომელიც იყო ადამიანის პირველი სიტყვები, ოღონდ მისი აზრით ეს არის იო-ჰე-ჰო, ამბობდა ის ბრიტანელი, ოქსფორდის პროფესორი და ბატონი კარლო ამბობს ჰუა-ჰია-ჰეას. ჰუა-ჰია-ჰეა. ის ამბობს ინგლისელი 200 წლის წინ იო-ჰე-ჰო, ბატონი კარლო ამბობს ჰუა-ჰია-ჰეა. და ჩემი აზრით ბატონი კარლოსი ბევრად უფრო მეცნიერულად ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე იმ ინგლისელის და ბატონი კარლო ცდილობს ახლა, რომ ამ ინგლისელის სახელით კიდე რაღაცნაირად გაიმყაროს თავისი თავი და კიდე ერთ არგუმენტი დაუდოს მეცნიერთა პალატას, რა ქვია მაგ. სადაც როინ მეტრეველია პრეზიდენტი მეცნიერთა საბჭოა. მოკლედ, რაც არის. იქ უნდა შევიდეს ახლა ეს წერილი ისევ თავიდან და ველოდებით ბატონ კარლოს რას ეტყვიან და თუ მოხდა ისე, რომ დაუნიშნეს კომისია და დაიწყო განხილვა ამ საკითხის, მე აუცილებლად იმ კომისიას დავესწრები და თავიდან ბოლომდე გადავიღებ. ბატონ კარლომ როდესაც აღმოაჩინა ეს სამი ყველაზე პირველი ელემენტარული მარცვალი, რომლიდანაც მერე არა მარტო საერთოდ მთელი ქართველი ყველანებისმიერი ენა და საერთოდ ნებისმიერი ენა მსოფლიოში იხსნება, რომ აქედან წამოვიდა. ასევე მან ის კი არ დამტკიცა უბრალოდ, რომ ეს პირველი სიტყვა, მას დამტკიცებული აქვს, რომ ეს პირველი სიტყვა კავკასიაში იშვა. პირველი ენა კავკასიაში იშვა, აქედან რო გავრცელდა. ამას ბევრი ამბობს აი ასე, მაგრამ აი ის პირველადი სიტყვები და პირველადი მარცვლები, ვის ერთადერთი ბატონი კარლოა, ვინ ძამ პირველად სიტყვას მიაგნო და მეცნიერულად დაამტკიცა, რომ რატომ მაინც ეს სიტყვა და ასე შემდეგ. ბატონი კარლო არის ფიზიკოსი. აფხაზეთიდანაა. მთელი ცხოვრება მუშაობდა სოხუმის ერთი წამი. ახლა მოვიტან იმ ფურცელს, სადაც მიწერია სად მუშაობდა. არ წახვიდეთ.
მხოლოდ განყოფილება მიწერია აქ, მაგრამ რომელი უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის განყოფილება იყო, ეს ამას ვიპოვი მე იმაში Google-ში და მივაწერ. ანუ თერმოელექტრო განყოფილებაში მოკლედ უნივერსიტეტის, რომელიც თერმოელექტროობის წარმოებით იყო დაკავებული, რომელმაც 50-იან წლებში 57-ში დაიწყო ბატონ კარლომ იქ მუშაობა. წლებში გამოიგონა და შექმნა გენერატორი, კოსმოსური გენერატორი, რომლითაც 3 კილოვატიანი კოსმოსური გენერატორი, რომლის გარეშე კოსმოსში მანამდე ვერ უშვებდნენ თანამგზავრებს. იმიტომ რომ ეს გენერატორი არ ქონდათ და ის რაღაცა ვერ დაფრინავდა, როგორც საჭირო იყო, ან იწვებოდა, ან იშლებოდა, რაღაცა ემართებოდა. და ბატონ კარლომ აღმოაჩინა ის გენერატორი, რომელიც ისე დაასტაბილურებს იმ ენერგიას, რომლითაც უნდა იფრინოს ამ თანამგზავრმა და ამის მერე დაიწყო საბჭოთა თანამგზავრების მუშაობა ზოგადად და პირველი იყო სადაზვერვო თანამგზავრი, რომელიც აი ამ ბატონ კარლოს შექმნილი გენერატორით გაუშვეს კოსმოსში. წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალი დონის სერიოზული ფიზიკოსი იყო ბატონი კარლო. და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ, როდესაც მას მოუწია ენგურს აქით გადმოსვლა საცხოვრებლად, რომ რუსეთს გადარჩენილიყო, ბატონ კარლომ დაიწყო ფიქრი იმაზე, ზოგადად კონფლიქტის ირგვლივ ახლა ყველას გვეფიქრებოდა მაშინ რა თქმა უნდა. ყველას გვეფიქრებოდა იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ომის თავიდან არიდება, აფხაზეთის სამუდამო დავკარგეთ თუ არ დავკარგეთ, მართლა აფხაზებთან ანუ ერთი ხალხი ვართ თუ სხვადასხვა ხალხი ვართ და რაღაცა აი ამაში რო დაიწყო ქექვა, ყველაზე მეტად აინტერესებდა სიტყვა აფსუა და აფხაზი სხვადასხვა სიტყვებია თუ არა, საერთო ანუ ერთი ხალხის სიტყვებია, ეს ორი ხალხი ერთი დიდი ხალხის ნაწილია თუ არა და აი ამ ორ სიტყვაზე ფიქრმა აფსუა და აფხაზი მიიყვანა ჰეთების ენამდე, ჰეთების და ხათების და ჰეთების და ხათების ენაში ქექვამ მერე კიდე აღმოაჩენინა უკვე აი ეს ელემენტარული და მარცვლები და აღმოაჩენინა საერთოდ როგორ შეიქმნა ადამიანის ენა, რაზეა დაყრდნობილი, რატომ კავკასიაში, მოკლედ. და ამაზე მერე დღეს უკვე თავიდან არა ნაბიჯ უვითარდებოდა ეს თეორია ბატონ კარლოს, დღეს უკვე ბატონ კარლოს აქვს დაშენებული მთლიანი მთელი სამყარო, მთელი მითოლოგია აქვს ახსნილი, მთელი ყველა ენის წარმომავლობა დაალაგებული აი ესე გაშიფრული და როგორ დაეხმარა ბატონ კარლოს ეს რო შეძლო, ამაში როგორ დაეხმარა ის რომ იყო ფიზიკოსი და მეცნიერი. ანუ გამოსდის იცით როგორი რაღაცა, აი მაგალითად მე ვუყურებ ქაღალდს, ხო? და ვხედავ ქაღალდს. შეიძლება რომელიმე ქიმიკოს ისეთი ძლიერი ქიმიკოსის ხედვა ქონდეს ამ ქაღალდზე, რომ ჩემსავით უბრალოდ ქაღალდს კი არ ხედავდეს, არამედ პირდაპირ დაშლილად, ანუ იმ ქიმიურ ფორმულებს ხედავდეს, რისგანაც შედგება ქაღალდი. იმ ნივთიერებების დაშლა ესე ქიმიურ ფორმულებამდე შეეძლოს და ელემენტარულად და უკვე შეკრულ ქაღალდს კი არა, იმ ყველა ცალ-ცალკე ელემენტს ხედავს, რისგანაც ეს ყველაფერი შედგება და იმ ცალ-ცალკე ელემენტის ფორმულის დაწერა შეუძლია. აი ასე დაშალა დაყო ბატონ კარლომ ენა. მე რო ხედავ სიტყვას, ბატონი კარლო ის მარტივ წერტილებად შლის და აი ასე წერტილებად გაშლა შეუძლია ნებისმიერი სიტყვის ნებისმიერ ენაში. და მოყვანა იქამდე რომ დაგანახოს რომ ეს საქართველოდან წავიდა ეს სიტყვა. ეს ამ მსგავს კი არა, იგივეს აკეთებს იგივე არტემ ივანცოვი, მაგრამ ბევრად უფრო ზედაპირულ დონეზე, ვიდრე ბატონი კარლო ჩადის აი ფიზიკურ და ქიმიურ ფორმულებამდე ენის.
და რა თქმა უნდა იმაზე შეუძლია გამცეს პასუხი არის თუ არა აფხაზური ენა ქართული ენების ოჯახში და ასე შემდეგ საერთოდ ძალიან ბევრ რაღაცაზე მითოლოგიაზე სარწმუნოებებზე ქრისტიანობამდე სარწმუნოებებზე ქრისტიანობამდე მატრიარქალური რატო იყო სამყარო რატო მერე პატრიარქალური ნუ ყველაფერი ეს ყველაფერი იკითხება ენაში და ეს მას შეუძლია ამიტომ არის უაღრესად საინტერესო ადამიანი და კიდე ბევრჯერ მინდა რომ მოვიწვიო და ბევრ სხვა თემებზე ვესაუბრო და ყველაფერს ვცდილობ რომ ჩავიწერო ვიდეო არის ცოტა მეტი ვიდრე საათი მაგრამ ჩვენ 2 დღე ვილაპარაკეთ, ნახევარი დღე ვილაპარაკობდით. დაუსრულებლად შეიძლება მასთან საუბრის გაგრძელება და ძალიან ბევრი ისეთი ფაილი მაქვს, აუდიო ფაილი მაქვს ჩაწერილი. სადაც სიბნელეა უბრალოდ ვიდეო არ არის, მაგრამ ხმები ისმის მხოლოდ და იმასაც მე მოვიფიქრებ YouTube-ზე ამ აუდიოს დავდებ რაღაცნაირად ისე რომ უბრალოდ მოსასმენი იყოს როგორც რადიო. ესეთი ხმოვანი პოდკასტი ვიდეო იმის გარეშე. ასეთი გრძელი წინასიტყვაობა იმიტომ გავაკეთე რომ თვითონ ვიდეოს რო დავდებ ხვალ შეიძლება ცოტა დაიბნეთ, ცოტა ასე ლოგიკური ჯაჭვი ვერ აწყოთ, ან ლოგიკა ვერ დაინახოთ ან რაღაცა, იმიტომ რომ კამერა რო ჩავრთე, ბატონ კარლომ ცოტა ინერვიულა, ჩემი აზრით, ახლა თვითონ არ ვთქვამს ინერვიულება, მაგრამ მე შევატყვე, რომ აი ცოტა ღელავს, ცოტა ნერვიულობს და აზრი, ანუ ისე ძალიან ზუსტად და მეცნიერულად ჩამოყალიბებული, როგორც მას თავის წიგნებში აქვს. მზეპირი მეტყოლების დროს ესე არ გამოსდის. ამიტომ რო არ დაიბნეთ და რაღაცა რო მიხვდეთ თავი ბოლოს სად არის ყველაფრის იმის რაც ხვალ დაიდება, აი ეს წინასიტყვაობა გავაკეთე, ასევე მე დავდებ მის წიგნებს ხვალინდელი ვიდეო იქნება წიგნში რომელსაც ქვია კავკასიური ენების ხორუმიდან არის ის უმეტესი ის ანუ მასალა ამ წიგნშია რაზეც ხვალ ვილაპარაკებთ მე ყველა მის წიგნს დავდებ რაც მომცა ელექტრონულად მომცა და მე ავტვირთავ ამას Google Docs-ზე და იქიდან თქვენ შეძლებთ ან პირდაპირ ონლაინ წაკითხვას ან ჩამოტვირთვას ისე წაკითხვას და იქიდან დაინახავთ რომ რამე თუ გაუგებარი მოგეჩვენებათ ამ ვიდეოდ ჩემთვის ყველაფერი გასაგებია პირიქით გასაგებზე მეტიც არის და ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი პირველად რომ დავიწყე მასთან საუბარი რომ მეთქი ღმერთო რა როგორი გენიალურია ეს ყველაფერი სიხარულმა შემიპყრო და მინდოდა მეთქი ახლა ჩაგეხუტებით ბატონო კარლო ჩემთვის მარტივი იყო ამის გაგება, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ისედაც ინტუიციურად ვიცოდი ყოველთვის მესმოდა და ყოველთვის ფიქრობდი რომ ასეთ რაღაცას როდესაც წიგნს დავწერ ამაზე ყველაფერზე და რაღაცნაირად ანუ იმ წიგნის თავს შუას და ბოლოს ვერ ვაყალიბებდი, მაგრამ ნელ-ნელა იმ წიგნის ლოგიკაც ლაგდება, რომელსაც როდესაც მომიწევს მისი დაწერა. და ეს წიგნი არის იმაზე, რომ ქართული ადამიანის ისტორია არის კაცობრიობის ისტორია და საქართველოს როგორც ქვეყნის ისტორია არის საერთოდ მთლიანად კაცობრიობის ისტორია და მოკლედ როდის მე ეს წიგნი დაიწერება სიბერეში დავწერა ალბათ მანამდე ვერ მოვიცლი და ოკუპაცია მაქვს აკეთებელი ასევე იქ ცოტა შევეხეთ იმას ანუ ის რომ აფხაზური ენა ქართველური ენების ოჯახია ეს მეცნიერულად დამტკიცებულია და მივცემ ჩემ თავს უფლებას რომ სიტყვა გამოშტერებული ვთქვა, იმიტომ რომ გამოშტერებული ზაზა ბიბილაშვილი მე დავებოდა ამაზე მეცნიერულად დამიმტკიცეო რომ აფხაზები ქართველები არიანო ან ქართველები უნდა იყვნენ და მე როგორც ვუმტკიცებდი ის მტკიცებულებები არასაკმარისი მეშო და ვინმე მეცნიერმა უნდა დამიმტკიცოსო და ვიპოვე აგერ ნუ ჯერ მეცნიერმა დამიმტკიცოსო ბატონ ბადრი ქუთელიასთანაც ვილაპარაკეთ ამაზე რომ სიტყვა აფხაზი არ არის ერის აღნიშნული სიტყვა და ნუ ახლა ის რომ ენა საერთოდ ლამის 80% ერთნაირი გვაქვს ესეც და ძალიან ბევრს რო არ ვილაპარაკო ახლა და ისე რო არ გამომივიდეს რომ რაც იმ გადაცემაში ვილაპარაკეთ ახლა მოყვე ამიტომ ახლა გავჩუმდე ყველაფერს მოისმენთ ხვალ
ხო და ზაზა ბიბილაშვილის ნაირი გამოშტერებულებისთვისაც საჭიროა რომ ეს მთელი მასალები აი ესე შევაგროვო. იმიტომ რომ მოხდეს ისე რომ მეცნიერთა აკადემიამ არასდროს არ დანიშნოს ამ საკითხის განხილვა, მაინც უნდა არსებობდეს მაქსიმალური ვიდეო მასალები და წიგნები ისედაც აქვს ბატონ კარლოს დაწერილი. წიგნებსაც როგორ რო შექმნის წიგნს და ტექსტს ჩამოწერს, რომელიმე გამომცემლობა კი არ გამოსცემს ამ წიგნს, ბატონი კარლო იძულებულია რომ გადაიხადოს, რომ ეს წიგნები დაუბეჭდონ. თვითონ გამომცემლობაც არ არსებობს ისეთი, რომელიც აი ამით დაინტერესდება და მიხვდება და დაინახავს ეს რამდენად ძლიერი რაღაცაა. და ამის გატანა როგორ შეიძლება მსოფლიოში ინგლისში რო გაიტანოს, საერთოდ გადაირევიან, იმიტომ რომ თვითონ ყავდათ მეცნიერი, რომელიც ამას ამბობდა 19 საუკუნის ბოლოს, მაგრამ იმან ბოლომდე ვერ დახვეწა, ვერ მიიყვანა, ბევრი რაღაცა აკლია მის თეორიას, რაც და ბატონ კარლოს თეორია ბევრად უფრო სრულყოფილია. ხო და ეს რო ჯერ ერთი იმ ოქსფორდს რო დაუკავშირდე და იქ რო გაიტანო და ელაპარაკო რომ ასეთი რაღაც საქართველოში არსებობს, ჯერ ისინიც გადაირევიან და ვერც ერთი გამომცემლობაც კი ვერ ხვდება იმას. კარგი მეცნიერთა აკადემია ჩამყაყებულია მაგალითად და ჩამყაყებულია, მაგრამ გამომცემლობაც ვერ უნდა მოიპოვოს ისეთი, ვინც დაინახავს ამ სიმართლის მარცვალს. ხო და ამ თეორიას ჩემი აზრით უდიდესი მომავალი აქვს. იმედია ჩვენ მოვესწრებით იმას, რომ ეს მომავალის დაწყება დავინახოთ და ეს არ მოხდება იმდენად გვიან, რომ ჩვენ სიცოცხლეების მერე მოხდეს. ვახსენეთ ეგრეთ წოდებული მეგრელები. ბევრი ჯგუფია უკვე ესეთი, ერთხელ მაქვს ნახსენები. იმდენად უღირსი, ბონძღი, დორბლიანი, სუნიანები არიან, რომ არც კი მინდა, თან ვფიქრობ, რომ იქნებ მივუძღვნა მართ ესეთი მხილების, ისინი ხომ აქვს ხოლმე მე დეოკუპატორი გიყურებთ მამხილებელი ვიდეოების ციკლი, თან ვფიქრობ რო გასაკეთებელია, თან ვფიქრობ, რომ არ არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ ესენი ფეხს ვერ მოიკიდებენ, უსამარცხინო ქოცები რო გაქრებიან, ესენიც ჩაირეცხებიან ქოცებთან ერთად. ყველაზე ამაზრზენი მათგან არის ვინმე ირაკლი ბუკია. მოკლედ აღვივებენ მაქსიმალურად, ავითარებენ მეგრულ სეპარატიზმს. დაჩაგრული მეგრელების როლი აქვს მორგებული და აი ზუსტად სიტყვით ყველაფერს იმ დებილობას ბოლო დონის მდაბიობს აი ფსკერი პროპაგანდის ფსკერ ნარატივებს იმეორებენ, რასაც თავის დროზე რაც რუსეთმა ალაპარაკა აფსუებს 80-იან წლებში. რო ქართველები ჩაგრავენ ენას, გვართმევენ, იმას გვიშვებიან, ამას გვიშვებიან. არადა რეალურად სამეგრელოა ყველაფერი. კოლხეთი და კოლხიდა იყო დიდი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი. ის არ იყო ან მთავარი, ან თავდაპირველი, ან ყველაზე პირველი. ის იყო ერთ-ერთი. თლიანად კავკასია ხალდეველები ვიყავით მაგ დროს. იმდენი რაღაცები მაქვს ჩანიშნული, რომ უკვე ვეღარ პოულობ სადრა ჩავინიშნე. ხალდეა ერქვა მთლიანად კავკასიას, ხალდეა იყო თავდაპირველი დიდი საქართველო. კოლხეთი იყო ამ ხალდეას ერთ-ერთი რეგიონი, როგორც ახლა არის საქართველოს რეგიონებად დაყოფილი, მაშინ იყო ასევე კოლხეთი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი. და საერთოდ არანაირად არ ნიშნავს ის, რომ მეგრელები ვართ ყველაზე ძველი ამ მიწაზე. ეს ტყუილია. ყველას გვაქვს იმ დიდი ხალდეას ნაწილი ჩვენში. და ყველა
ენები ძველიც, რომელიც ახლაც არსებობს, არის ქართულის ნაირსახეობები, ან ქართულის გავლილი ეტაპები, ქართულის მომავალი ეტაპები ჯერ არ არის, მაგრამ თითქმის არა, ყველა კავკასიური და მეგრულიც მათ შორის ქართულის განვლილი ნაირსახეობებია. და არა ის, რომ თავდაპირველად არსებობდა მეგრული და მეგრულიდან იშვა ქართული. მეგრულმა თავისი ეტაპები რო გაიარა, გადაიზარდა ქართულში. და აი ამ ჩაგრულზე და რაღაცაზე აწყობენ მთელ აი სკოლებში რო არის სწავლება მეგრული და რომ არ არსებობს მეგრული სკოლები და არავინ არ უზღუდავს სამეგრელოს რომ კონდეს მეგრული სკოლები. ჩადოს მეგრული სკოლები ბიუჯეტში, გამოყოს ამისთვის ბიუჯეტი, შექმნას მეგრული სკოლები, ვინმე უშლის ამას ხელს, არა. და ის რომ მთელ საქართველოში უნდა ისწავლებოდეს მეგრული გინდა თუ არა, ეს არასწორია. რატო უნდა იყოს კახელი იძულებული რომ ისწავლოს მეგრული? ან აჭარელი რატო უნდა იყოს იძულებული რომ ისე თუ მოუნდება ისწავლის, მაგრამ აი ამას აწვევიან რომ მეგრული ყველგან უნდა ისწავლებოდეს. სვანეთშიც, სამეგრელოშიც, დეოკუპირებულ აფხაზეთშიც ყველა რეგიონს ექნება თვითმმართველობის ის დონე და თვითმმართველური ბიუჯეტი, რომ ამ საკითხს თვითონ მიხედოს. რომელი სოფელი, რომელი ქალაქი, რომელი რაიონიც ჩათვლის, რომ რამდენი სკოლაც და რამდენი ბაღიც სჭირდება, რომ კონდეს მეგრულად, აფხაზურად, სვანურად, აჭარლებმა შეიძლება რაღაცა აჭარლებიც თავის დიალექტს აჭარულ ენას ეძახიან. ყველას ექნება იმის საშუალება მომავალ დეოკუპირებულ საქართველოში, რომ ეს გააკეთოს, იმიტომ რომ იქნება თვითმმართველობა მაღალ დონეზე და ყველა სოფელს, რეგიონს, რაიონს და ასე შემდეგ ექნება თავისი საკუთარი ბიუჯეტი, რომელსაც თვითონ განკარგავს, ეს არ იქნება თბილისიდან დასაგეგმი და მერე ყველა გააკეთებს და შექმნის იმდენ თავის ენაზე სკოლას, რამდენსაც ჩათვლის საჭიროდ და რამდენზეც ეყოფა საკუთარი ბიუჯეტი. აი ეს იქნება სწორი და სამართლიანი და არა ის, რომ სახელმწიფომ ძალდატანებით ყველა სკოლაში შემოიტანოს გინდა თუ არა მეგრული ენა. და აი ამ რუსული პოლიტიკით ნაჭამი, რუსული ფულით ნაჭამი ბონძღები, რომელიც აწვევიან ამ მეგრულ სეპარატიზმს და იმის გამო რომ დაჩაგრულები არიან, ჯერ პირდაპირ ვერ ბედავენ, რომ დამოუკიდებლობა უნდათ საქართველოსგან, მაგრამ იმდენს უკვე ბედავენ, რომ იარონ სადღაც რეგიონებში და ტოპონიმების მიხედვით, ესე თქვა სამეგრელოს საზღვრები მოხაზონ. იმ საზღვრებს მე რას უკეთებენ, ალბათ ასლან აბაშიძეს დავით, მე ბლოკპოსტები უნდა დადგან და რაღაცა ბეტონის ისენი ღობეები, რომ მაგ საზღვრებს სამეგრელოს საზღვრებზე, რომ მე ტანკებით ვიაროთ ერთი რეგიონიდან მეორეში, ანუ ამისკენ მიყავთ რეალურად, ამას არ აღიარებენ, მაგრამ ამისკენ მიყავთ. თვითონ ეს ირაკლი ბუგია არის საშინლად ამაზრზენი ადამიანი, ვიზუალურად ისედაც ეტყობა და პირველად მე არ ვიცოდი საერთოდ რომ არსებობდა ასეთი ადამიანი. იყო ასეთი მომენტი რუსთაველზე ვიდექით, აქცია იყო შემოდგომაზე ალბათ თუ ნოემბერი-დეკემბერი იყო. და უცებ გაწვიმდა. რომ გაწვიმდა აქცია, ანუ ხალხი გაიქცა ვინ იქ შეაფარა თავი ვინ იქ ამ წვიმას და რაღაცა ნაწილი შემოვედით პარლამენტის წინის მუზეუმი, რო დგას არწივიანი მუზეუმი, იმის ის აქვს ასეთი კაფეს წინ გადახურულია პატარა კიბეზე, კიბე არის გადახურული და იქ არის ისეთი ადგილი, რომ წვიმას თავი შეაფარო. იქ იდგა და პირდაპირ ეთერი ქონდა მეგრულად. და მაშინ მეგრულად ლაპარაკობდა, რომ აი დუნგეშინიათ ამ ბავშვებს კარგი უნდათ, გეები არ არიან და ანუ რადგან პროევროპელები არიან, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა გეი და ლესბოსელია და ამას უხსნიდა თავის გამოშტერებულ, წარმოიდგინეთ, როგორი დონის მაყურებელი ყავს, რომ იმ მაყურებლისთვის მოუწია ასეთი დებილი ვიდეოს გადაღება, რომ ჩვენი ვინც ვდგავართ ამდენი დღეები და წლები, ყველა გეები და ლესბოსელები არა ვართ. და მეთქი თქვენ ანუ პირდაპირ ეთერში ხართ ახლა ეტყობათ რომ ეტყობა რაღაცა არხები გაქვთ რაღაცა მეც ჩემი არხი მაქვს მეთქი საქართველოს დეოკუპაციაზე ვლაპარაკობ თქო
და ეს სიტყვა დეოკუპაცია ახლა ნამდვილი პატრიოტი რო იყოს ადამიანი თუ გინდა არ იყოს საქართველოს პატრიოტი და იყოს სამეგრელოს პატრიოტი. სამეგრელოს პატრიოტი თუა, სამეგრელო პიცუნდამდეა. ხო და არ უნდა ამ თავისი სამეგრელოს გამთლიანება? მარტო აქით რო დარბის იმერეთში და აქით ქუთაისამდე რო ხაზავს საზღვრებს, სამეგრელო იქით არ უნდა გადასვლა და იქით მოხაზვა? და ანუ ამ სიტყვა დეოკუპაციაზე არ ქონდა არანაირი რეაგირება. ნებისმიერი რომელი კუთხის პატრიოტიც არ უნდა იყოს, ნებისმიერს უნდა გაგიხარდეს, რომ არსებობს ვიღაცა ისეთი, ვინც დეოკუპაციაზე ლაპარაკობს. თუ შენ ნამდვილი პატრიოტი ხარ და არა რუსეთის მიერ დაქირავებული ბომჟი. ბონძღი ბომჟი. პროპაგანდისტი მატყუარა, საკუთარი ერის მტერი. და საკუთარი კუთხის მტერი, შენ სამეგრელოს მტერი ხარ, როდესაც სამეგრელოს სეპარატიზმი გაქვს რამენაირი სახით მაინც თავში მოაზრებული. ხო და მეგრულისგან, როგორც აფხაზებისგან რაღაც ხელოვნურად შექმნა რუსეთმა ერი, სასაცილოა ეს არანაირი ერი აფხაზი არ არის, ისე ირაკლი ბუკი ახლა მეგრილისგან ქმნის ერს. ახალი ადგურ არძიმბა, ადგურ მეთქი. ახალი ვლადისლავ არძიმბა. კიდევ ერთხელ სამარცხვინო ფურთხის ღირსი ადამიანი. და დეოკუპაციაზე თან მერე, როდესაც ბევრი თვის მერე შემხვდა მისი Facebook გვერდი, მან თვითონ Facebook-ში შემთხვევით ამომიგდო. და ვიცანი სახეზე. და იქ უწერია, რომ სოხუმიდანაა. ანუ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდან არის. წესით დებილი რო არ იყოს ეცოდინება ის ოკუპაცია როგორ მოახდინა რუსეთმა, ოკუპაციამდე როგორ მოწამლა მოსახლეობა და ოკუპაციამდე იმ ნაწილს, რომელსაც აფსუები ქვია და მათ მომხრეებს როგორ მოწამლა, ისე წამლავს ზუსტად დღეს სამეგრელოს ეს ბონძღი და მის გარშემო კიდე იქ რამოდენიმე ინფლუენსერი. ჩვეულებრივი დუგინის პროექტები, დუგინის პროექტია ირაკლი ბუკია. აი დუგინი რო უყურებს საქართველოს და დუგინი რო იტყვის საქართველოს ისტორიის გულშემატკივარი ვარო, აი ასე დონეზე შეგნებით ირაკლი ბუკია. არის ჩვეულებრივი დუგინის ლეკვი, დუგინის ფილოსოფიის ლეკვები არიან ესენი ყველანი. ძალიან ხშირად, როდესაც ესენი თავის ვიდეოებს იღებენ, კადრს მიღმა ვიღაცას ელაპარაკებიან ხოლმე რუსულად. ხშირად შემიმჩნევია. და აი ეს კი ვიღაც რუსს უყვებიან, რომ სამეგრელო, ჩვენ ქართველებთან არაფერი საერთო არ გვაქვს, ჩვენ სხვადასხვა ერები ვართ და მეგრელი ცალკე ერია და აი კოლხიდა არის ისეთივე ერთ-ერთი რეგიონი, მთლიანი საქართველოსი და მთლიანი ქალდეასი, როგორც დღეს სამეგრელოა საქართველოსი. ეს ენაშიც ჩანს მეგრული, სვანური, ლაზური, ალბათ ბასკურსაც შემოვიყვანთ, როდის მე ოფიციალურად ამ იმაში ჩვენს ჯგუფში აფხაზურიც, ეს ყველა, საერთოდ ყველა კავკასიური ენა და ესენი ხო მით უმეტეს, ქართველური ენებია, ქართული ენის ჯგუფებია. და ამ ფსევდომეგრელებმა ახლა მათ ვერანაირად ვერ გააკმენდინებ ხმას, იმიტომ რომ იმდენს ბედავენ, ამდენს იმიტომ ბედავენ მხოლოდ, რომ რა თქმა უნდა რუსეთიდან აქვთ მხარდაჭერა და რა თქმა უნდა რუსული რეჟიმის პირობებში საერთოდ ამათი აყვავება ჩვეულებრივი და ლოგიკურია. როგორც კი მოვიშორებთ რუსულ რეჟიმს, ესენი უბრალოდ შეძვრებიან იატაკ ქვეშეთში, ოღონდ იატაკ ქვეშეთში ისე იქნებიან, რომ არსებობას როგორც ორგანიზაციაც კი ვერ გაბედავენ. ანუ იმდენად არამეგრულია ეს ყველაფერი, იმდენად რუსაპეტულია, იმდენად რუსულია, იმდენად კრემლისტურია, იმდენად პუტინმონურია, რომ აი გულისამრეობამდე. და ამაზეც ცოტა ვილაპარაკეთ მე და ბატონ კარლომ.
ну სასაცილოა საერთოდ სასაცილოდაც არ ყოფნის ბატონ კარლოს ის რომ მეგრული ცალკე ენა რომელსაც ქართულთან არ აქვს კავშირი და მეგრული ცალკე ერია რომ ქართველები მერე ჩამოვიდნენ იყო კოლხიდა და ქართველები ჩამოვიდნენ სადღაციდან იქიდან აღმოსავლეთიდან ამ მათ კოლხიდაში და აუცილებლად ამ ადამიანების მიმართ დაიწყება გამოძიების პროცესები. ესენი ყველა იქნებიან გამოძიებულნი რუსეთთან თანამშრომლობაზე. აუცილებლად და ყველა დაექვემდებარება კოლაბორაციის კანონს. ყველა ესენი ჩვეულებრივი კოლაბორანტები არიან და ყველა გასამართლდება. აუცილებლად. აი ხვალ დილიდან რო შეწყვიტონ. აი შემთხვევით ახლა უცებ მომისმინონ მე და რაღაცა გადახარშონ და უცებ ვიფიქრონ რომ ხო მართლა ელისო ჯანაშია მართალია და მოდი ამ დებილობას შევწყვიტავთ და ხვალ დილიდან რო შეწყვიტონ უკვე გვიანია. უკვე აქვთ იმდენი გაკეთებული და იმდენი დებილობა ნალაპარაკები, იმდენი რუსობა და კრემლისტურობა რომ გასასამართლებელი და მინიმუმ გამოძიება ჩასატარებელი და სასამართლო ჩასატარებელი მასალა უკვე დაგროვილია. და თუ უნდათ რომ ეს მასალა აღარ არსებობდეს, თვითონვე წაშალონ ყველაფერი ინტერნეტიდან, თუმცა ინტერნეტს უკვე ყველაფერი დამახსოვრებული აქვს. და ამის პოვნა მერეც ადვილი იქნება, თვითონვე თუ დაჯდებიან დღეს და ყველაფერს თვითონვე თუ წაშლიან. მოკლედ ხვალ გვიყურეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ვიდეოა მოსასმენად, ჩემი აზრით უაღრესად საინტერესო იქნება. და მომავალ შეხვედრამდე მინდა გთხოვოთ, თუ შეამჩნიეთ არ ვიცი, მაგრამ იმ დროიდან თებერვლის შუა რიცხვებია ეს, როდესაც მე დავიწყე ზელენსკის კრიტიკა და ტრამპის პოლიტიკის ადეკვატური ახსნები, ძალიან დამებლოკა არხი. ძალიან ცოტა ნახვა. ადრე თუ ვიდეოს ნახვები იწყებოდა 1000 ნახვიდან, ახლა რაღაცა ძლივს 200, 300, 400 ძლივს მიგროვდება. და ასევე ადამიანი ახალი გამომწერები ხო საერთოდ არ მემატება და ძველი გამომწერებიც მეუბნებიან, რომ ადრე ვიდეო რო იდებოდა, მოსდიოდათ შეტყობინება, რომ დაიდო არხზე ახალი ვიდეო. ეს შეტყობინებებიც არ მოსდით იმ ადამიანებსაც კი, ვისაც გამოწერილი აქვს არხი. ამიტომ ჩემთხოვნა იქნება აუცილებლად ვისაც გამოწერილი ყავთ დააჭირეთ მას ზარის ნიშანს რომ მოვიდეს ხოლმე და ეს ნელ-ნელა გააქტიურებს ისევ არხს და იმ ბლოკიდან ნელ-ნელა გამოვალთ დალაიქეთ გააშეარეთ თუ შეგიძლიათ და თუ გაქვთ იმის სურვილი ესეც ძალიან დაგვეხმარება იმაში რომ ამ ბლოკიდან გამოვიდეთ ანუ არასდროს არ მithოვია ეს რომ გააკეთოთ ახლა იმიტომ ვამბობ რომ 3 თვეზე მეტია უკვე ბლოკში ვართ და ვერ ვითარდება საერთოდ ვერ იზრდება არხი და ანუ ცოტა გული მწყდება რომ არხი ვერ იზრდება როგორც კი გავარღვევთ ამ ბლოკს და გავალთ რომ დავინახავ ისევ რომ აღდგა ნახვების რაოდენობები ახალი გამომწერების დამატების რაოდენობები ისევ აქტიური იქნება მე უკვე აღარ შეგახსენებთ ამას და აღარ გეტყვით და აღარ გთხოვთ აი მხოლოდ იმისთვის რომ აი ამ ბლოკიდან რაღაცნაირად გამოვიდეთ დალაიქეთ დააშერეთ ზარის ნიშანს დააჭირეთ და ვისაც გამოწერილი არა გაქვთ დღემდე ხო საერთოდ გამოიწერეთ აუცილებლად მომავალ შეხვედრამდე